11-12 ღამის ღამე იყოს, დაბნელებული იყო ყველაფერი, არ დავემორჩილეთ ამ გაქცევის ბრძანებას და უკვე როდესაც მივხვდით, რომ მთლიანად ყველაფერი გავიდა. გორის რაიონიდან და ვიყავით მხოლოდ 11 ადამიანი დარჩენილი, შემდეგ მე ჩვენი ფეხით წამოვედით უკვე იმაში, რა ქვია, თბილისისკენ და საერთოდ იყო დატოვებული იქ პირველი ბრიგადის შეიარაღება, უფლისციხის საიარაღო, სპეცდანიშნულების ბაზა, ყველაფერი და სადა უკან დახევის ბრძანება მაშინაც ტელეფონზე დაურეკეს. მაშინ სხვა შორის ნახეთ ერთი პირველი ბრიგადის მეთაური. სულხანიშვილი იყო მაშინ, რომელიც ტელეფონზე აგინებდა, ვინც ეუბნებოდა უკან დახევას. დედას აგინებდა და სულხანიშვილი იყო მაშინ. მაგრამ ადგანა მანაც რა გზა ქონდა. განაცხადა რომ ესე რა ქვია, თბილისის უნდა დავიცვათო და თბილისში უნდა წევიდეთო და ასე შემდეგ და დათესეს შეიარაღებულ ძალებში პანიკა, თურმე გადასაბარებელია ეს გორი კაცო და ახალ გორი და საჩუქებელია თურმე ყველაფერი და აბა რას იზამენ და ქვედანაყოფები იქ ჩარჩენილია. მოსახლეობასთან ერთად გორის რაიონში ჩარჩენილია ქვედანაყოფები. შინდისის ბრძოლის ამბავი ზუსტად 11 აგვისტო არის. გაიქცეთ, მიატოვეთ. ვინ გაცემდა ამ ბრძანებებს? რა ხდებოდა თბილისში, როდესაც გენერალური შტაბის ოფიცრები დარბოდნენ და ამბობდნენ, რომ ჩააბარეთ იარაღი. ჯარისკაცებს რო თხოვდნენ უკვე თბილისში გენშტაბის ოფიცრები 11-12 ღამეს ჩააბარეთ ოფიცრები, ისა რა ქვია, იარაღი ქვეყანას ჯარი არ აყავს. და მე ეს ბიჭები რო დაიჭირეთ ბევრი, იმიტომ რომ იარაღი ჩააბარეს, იმათ არ იყო ჭკუა და გამოცდილება, ჯერ ომი მიმდინარეობს, ვინც არ უნდა გიბრძანოს იარაღი დაყარო, როგორ უნდა დაყარო იარაღი. და რა თქმა უნდა, ხო იმას ვამბობდი, ეს ადამიანი არის ნაციონალური მოძრაობის ამ შეცდომას ვარ პატიოთო, რომ ნაცმოძრაობის პარტიაში ვიყავთო შესული. კბილებით იცავს და ვინმე მოვიდესო და დამიჯდესო ერთიო და დამელაპარაკოსო, იმათ რა ქვიაო, რომ თურმეო კეზერაშვილმაო მეო არ მქონდაო შეხებაო ფულთან არაფერთან, მაგრამ ყველაო შეიარაღებაო, რომელიც შეიარაღებაც იქნაო შესყიდული უკრაინიდან და ჩამოვნუ უკრაინიდან, არა მარტო უკრაინიდან, სხვა მიმართულებიდან, მათ შორის ოქროაშვილის დროს რო იყო უარგის შეიარაღება, მაგას 2006 წელს წვრთნებში ორფოლოში გავდიოდი, წვრთნებს ნახევარწყვია წამალი არ ვარგოდა იქ, რაც იყო ჩამოდანილი. ქვეითების დონეზეც კი სხვათა შორის. და რა ვარგოდა ტანკებს ნახევარზე მეც რო იმაზე ცხინვალის მარშზე რო მოტორები დაუსხდა ჩეხურტანგებს ის თალკი ამბობდა რომ ამას ვერ ხედავდა ამას გენერალი ვერ ხედავდა ეს გენერალი იმასაც რომ იმიდან რა ქვია უკრაინიდან შესყიდული ბუკები რომლებსაც თავისი გადაადგილების თავიც კი არ ქონდათ და დატოვებული იქნა ნახევარი ბაზაზე და ვერ იმუშავა საჰაერო თავდაცვამ რაც იმუშავა კოჩაღი იმ ბიჭებს კიდე და მართლა გმირები და მგლები არიან და მართლა ენაცვალე მაგათ სოფლიოში ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც მიუხედავად აგერ მთელი ნატოს სისტემა არის საჰაერო თავდაცვის გადაცემული უკრაინაზე, ერთადერთი პრეცედენტი სტრატეგიული ბომბდამშენის ჩამოგდების Tu-22 M-უსი განხორციელდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს 4 პილოტი, როდესაც ჩამოგდებული იქნა იმაზე, რა ქვია. ასეთი ჯერ პრეცედენტი არ ყოფილა. მაგრამ აბა სენაკის ბაზაზე დარჩენილი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც მე ბუკები, რომლებიც შემდეგ წაიღეს და მოვიდესო ვინმე მოდა მელაპარაკოსო. ხალხო, ცოტა ხართ სამხედროები, რომლებაც თქვენი თვალით ნახეთ რა შეიარაღება იქნა ჩამოტანილი უკრაინიდან? და ხმის ამოღება არ გინდათ? ამოიღეთ ხმა, ჩააგდებიეთ ხმა, იმიტომ რომ ეს ტექნიკა გამართული რო ყოფილიყო კიდე მეტი იქნებოდა დანაკარგი რუსული ავიაციის და არ იქნებოდა ამდენი დაღუპული. არა, ამაზე ხმას არავინ ამოიღებს. ხო ვიცი, მე ახლა შეძროებიან სოროში. და სამკერდე ნიშანი მაქვს, აგერო ჩამოკიდებულიო იმისიო, რა ქვიაო, წვრთნებისო, რომელზეც ფული მოღუნა კეზერაშვილმა, რომელმაც ამ ნაგაო ამ ისრაელის დეზერტირმა, ეროვნებით ებრაელმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა,
რომელიც ისრაელიდან გამოიქცა, იმიტომ რომ ჯარში არ ემსახურა და საქართველოს